გაზაფხული დადგაო ხეში წყალი ჩადგაო ჩემო საყვარელო ხალხო გილოცავთ გაზაფხულის შემობრძანებას რა თქმა უნდა გაზაფხული ასოცირდება სითბოსთან სიცოცხლესთან მაგრამ როგორც ერთი ცხონებული მწყემსი იტყო და მარტიცაო აპრილიცო და ნახევარი მაისიცო ეს არის ბიჭო სითბო აღარ შამიძლია არ გავიყიდე გაზაფხულის თავარი სილაზათე მეგობრებო გამაინასკვება ტყემალი მერე წამოვა მობიბინდება ტარხუნა წვანე ხალხს ავიღებთ ჩავკუწავთ წვრილად დავკიდებთ ქვამსა შევუნთებთ ცეცხლს ქვემოდან მერე მეცხვარეები ჩამოერეკამენ რასა ეხლა შენ არ მითხარა რომ მარტო მერცხლების მოფრენა გაზაფხული და ჩაკაფული არ არის გაზაფხული რა თავარი თემა ხო კარგი ხო აყვავილდება ია ენძელა ია სამანი ერთმა რო ლექსი რო დაწერა ია სამანო შენც გაიხარე ჩვენც გვასიამანო გაზაფხული ასოცირდება სილამაზესთან და სწორედ ამიტომ გაზაფხულზე აღვნიშნავთ ქალთა და დედათა დღეს ისე წეღან რო ჩაკაფული ხსენებაზე რომ მეცი პრუჟინიანი კარებივით რა არ გინახამ შენ ქალები აი ეგრე ათიტიტით და ეგრე ორი ყბით რო ჭამენ ჩაკაფულ არ გინახამ ეგეთი ქალები შენ სერიოზულად აჭამენ მე რა ვიცი მე კაცო რა გავაკეთო ხო კარგი ხო მოგლეთ ჩემო მშობელო ხალხო მე ვარ თქვენი თიშვარდაი ბიჭი და ეს არის ბლოდკასტი სტატისტიკა გვამცნობს რომ ჩვენი გადაცემის მაყურებელთა 85%-ს შეადგენენ მამაკაცები მაგრამ როგორც ცხოვრებაში ჩვენს გადაცემაშიც თავარი ხართ თქვენ ქალბატონებო ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება რომ აუცილებლად ჩვენი არხი და მოკლედ გამოგვიწერეთ რა ქართულ ლექსიკონში მრავლად გვხვდება სიტყვები რომლის ფუძეც არის დედა დედაენა დედაბოძი დედამიწა ამის ჩამოთვლას აღარ დავიწყებ რადგან ყველას გაქვთ ძალიან ხშირად მოსმენელი განსაკუთრებით სუფრასთან სადგელგზელოებში ზუსტად ამასთან დაკავშირებით მე ახლა ვიმყოფები სად ჩემს დედულეთში არა დედაქალაქში არა მეგობრებო მე ვიმყოფები ვარიანში და რატომ ვიმყოფები ვარიანში სწორედ იმიტომ რომ 1840 წელს აქ დაიბადა გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწე იაკობ გოგებაშვილი რომელმაც შექმნა დედაენა და მისი საშუალებით ყველა ქართველს შეგვაყვარა ქართული სიტყვა და მისი მადლი მიყვარს ქართულად სვამ ქართულად ღერი ქართულად მადლობა ღმერთს რომ ნება დართულა გაგიმარჯოს სანამ ჩემს საზრს მოგახსენებდეთ მოდით ჯერ ხალხს ვკითხოთ რას ფიქრობენ ქალთა დღესთან დაკავშირებით თქვენი აზრით როგორ უნდა აღინიშნებოდეს ქალთა დღე ხო აბარა ბრემა უნდა აღნიშნონ პატრიოტულად მეუღლეებს ყვავილებით და საჩუქრით რა ვიცი საფასება ყვავილები მამიდამ ზამ ცემოს ეგრაღა გამოვიდა აბავის რა თქმა ეხლა სადღაც არ გამოაჭეროთ კაცო არ გამოაჭეროთ აი მე რა მოდი აქ გამარჯობათ როგორ ბრძანდებით როგორ გიკითხოთ როგორ უნდა აღინიშნებოდეს ქალთა დღე თქვენი აზრით მაგით სოლქმარშუა უნდა აიღნიშნებოდეს მარტო სოლქმარშუა კაცო სენჭირი ყველაზე კარგად სოლქმარშუა იღნიშნება ოღონ ქალთა დღე იღნიშნება იმით რომ რასაც ისინი პადარკა ოღონ თავარია ქმრის მოქცევა ქალთან შეინჭირება იმ დღეს როგორ პატივისცემა შეუძლია გააკეთოს ხმარმა იმის დღეს იმ წმინდა დღეს რომელიც წმინდა დღესაც ქალი აღნიშნავს იმიტომ რომ
ქალი უფრო მეტი დასაქმებულია ვიდრე კაცი და მის საქმეს და საკუთარ დაყოლებას რომ აღიარება უნდა იმის ყველაფერს ცხოვრებას. თქვენ რასაც უქებდით მაგალითად საფარელ ადამიანს. შეძლების დაკვარად პირველი კოცნას, მეორე თაიგული შენჭირება და მესამე კიდევ თუ შესაძლებელი გვექნება წავალთ და გავისერნებ და მეტ სიამოვნებას ვანიჭებთ. მოგეხსენებათ, ჩვენი გადაცემა არის უკვე საერთაშორისო, სახალხო და რა თქმა უნდა საქალაქთაშორისო. საქალაქთაშორისო იმიტომ, რომ ჩვენ ვიმყოფებით გორის რაიონში და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენი გადაცემა არის სტუმარ მასპინძლიანი მეგობრებო, რადგან დღეს ჩვენი მასპინძელია რანჩო ვარიანში. ჩემო მშობელო ხალხო, სანამ ქართულ ტრადიციებს მიმოვიხილავთ, მოდით ჯერ გავიგოთ რა ხდება უცხოეთში ქალთა დღეს. მაგალითად ჩინეთში ასეთი ტრადიციაა, ქალთა დღე დასვენების დღე არის. ოღონდ მხოლოდ ქალბატონებისთვის. მე თუ მკითხავთ, ეს ძალიან კარგი ტრადიციაა. აბა ეხლა წარმოიდგინეთ თქვენა რომ სამსახურში მიდიხარ, ხალის ჭაჭანება არ არის და მარტო კაცები ხართ შეკრებილები. ხო ეხლა ვხვდებით რა მოხდება მან შესვენებაზე, არა? პატარა ჩაუფანი ვარო გენაცვალე, პატარა კუნგპაუ ვარო, პატარა ხუანძუ ვარო, პატარა ჩაიძუ ვარო. ეგრე რა შემოწმე. რა იქნება ჩინური საჭმელი არა იქნება. ისე, აი ჩვენში რო დარჩეი რა. შვილო, ხორცი თუ გაქვს, ქათამი გაქვს, თევზი გაქვს. იმ მშობელ ძაღლი რა ძალა ედგა რომ ეცა და გაფტყნა ის გამურა და 3 წელიწადი მაგეგოლეთვინ სახში ვიყავით გამოკეტილები რა. ესპანეთში 2018 წლიდან ქალები იფიცებიან და უარს აცხადებენ როგორც საჯარო, ისე საშინაო საქმეების შესრულებაზე. ამით მათ სურთ დაამტკიცონ, რომ თუ ქალები გაჩერდებიან, მაშინ სამყაროც გაჩერდება. მე თუ მკითხავთ, სულაც არ არის ამის დამტკიცება საჭირო, რადგან რომც არ გაჩერდეს სამყარო, უკალოდ მაინც აზრი არ ექნება ცხოვრებას. ასე რომ, ჩემი სოლიდარობა ესპანელ გაფიცულ ქალბატონებს. თურქეთში ქალბატონები ამზადებენ უგემრიელეს საჭმელებს და იკრიბებიან საქეიფოდ. ოღონდ მხოლოდ ქალბატონები ქმრებს იქ არ უშვებენ. ნეტა მერე სახში მისულებ ქმრები თუ ეუბნებიან, რაცა გაეძეხ იქ რატო არ დაერჩიო. რავი, მე რა ვიცი, ეს ტრადიცია არ მიშლის, რავი, ხელს არ მიშლის, რავი, თუ გინდა თიკოი, მე არ მაწუხებს. სერბი ქალბატონები 1 ან 2 დღით საზღვარგარეთ მიდიან დასასვენებლად. მე თუ მკითხავთ, ეგ ისინი ქმრება ატყუებენ და სინამდვილეში თურქეთში მიდიან საქეიფო. მე როგორც ვატყობ, აი ამ ქალების შემხედვარე, ჩვენ ქართველებმა ჩვენი ქალები ხელის გულზე უნდა ვატაროთ. მე კიდიდათ არ მინდა, მაგრამ ახლა თავის აზრს თავს მოგვახვევს ცნობილი ქალთმცოდნე ბექა გოდერძიშვილი. Ласточка, ты передай привет, патата, патата. Мესამე Audi, მეორე Porsche, პირველი BMW გულიაი ბანდა. აი ახლა კითხეს იქ შეკრებას რო ზენ Mercedes-ი მანდ სად განლაგდაო რომელ ადგილზეო და იცი რა უთხრეს Mercedes-ი მანქანა არ არისო Mercedes-ი ადამიანიაო აი ის Hansi tu pritze Oketa Moita Me aba ram Kali adrevandeli tema Kali Kali La Me Mama ჩემისგან აი ეს მახსოვს კაციო არის შემომტანიო შვილო და ქალი კუხნა
აკვანი, ტილო, შაბათკვირას, ლილო. ნაღდი ქალი ლილოზე მოგდევს. ვისაც უყვარხარ, ცოტა თავდახრილია. ეს აპერტანები კუდაბეზიკები ვესაც, შეიძლება ფრანცკუს პიზა, კარფუმა. კაც თუ უყვარხარ, მნა ლილოზეც გამოყვეს ხოლმე. რას მიქვია? ჯერ ასე უნდა გაჭიროს ხალი. კაცად იგრძნო. აი, მაშინ არის ოჯახი, მაშინ არის სიწმინდე. მე მეფერები ქალებს ერთი ლექსით. მაგალას ვაჭრებ და გადამოვდივარ. შენი სახლის წინ ბაღში შევდივარ. ქვაზე ჩამოვჯდები და გავაბოლებ. და როცა ჩამოივლი, თვალს გაგაყოლებ. არურურუ. აივე. Плости ყოფილა. Плости. მე ტუფლი გაემედა მაგაზე. დაუნყავდი თობის რა. Плости არა შეშეშა. გაედო ჩვენ ექსპერტი. ქალბატონები ხშირად გვსაყვედურობენ და ჩვენ კი თავს ვიმართლებთ, რომ მათ ჩვენი არის. მოდით ახლა ერთი დღე წარმოვიდგინოთ ყველაფერი პირიქით და ვნახოთ თუ რა არის აქ გაუგებარი. წარმოვიდგინოთ ქალების ადგილად თავი. მაგალითად, შაბათი დღე, რომელიც სრულიად კაცობრიობისთვის დასვენების დღეა. საქმე არაფერი გვაქვს, ბალღები, პაპაბები აითან არიან წასულები და ჩვენც არაფერი გვიშლის ხელს, რომ დავისვენოთ. მაგრამ გაგვიძებთ ქვენი ცოლის ხმამაღალი საუბარი. ისმენ გეორგევნა, ხო, გენაცვალე, დაგვიძველდა პურმარილი. კი ბატონო, დღეს საღამოს ქმრებით, აუცილებლად ქმრებით. ჩემთან, რა თქმა უნდა, ჩემთან კაცო. წამოწევთ თავს და მორიდებით სევდიანი ხმით კითხავთ ცოლს. ვინმე მოდის, ის კი რა თქმა უნდა გიპასუხებთ. ხო, გოგოებმა გადავწყვიტეთ, რომ სადმე გავსულიყავით და რაღაც სხვაგან გავიდეთ, ბარემ ჩემთან შევიკრიბოთ. თქვენ ნეუბნებით, კარგი რა, ხომ იცი რომ ერთი დღე მაქვს კვირაში დასვენება, ხომ შეიძლება რომ ამ ერთ დღეს მაინც დავისვენ. ის კი გეხუტებათ, გულში გიკრავთ და შვიდად გეუბნებათ. შენ არაფერზე არ მოგიწევ შეწუხება, ყველაფერს ჩვენ თვითონ მივხედავთ. ბევრი იქნებით? არა, 5-6 გოგო თავისი ქმრებით. ხო, შეიძლება ნანაც მოვიდეს თუ მოახერხა. ლიას ბავშვის ნათლობაშია თამადა და ვნახოთ როგორ შეძლებს. ცდილობთ ისევ შეიბრუნოთ ძილი და ამ დროს ისევ ტელეფონზე ხმამაღალი საუბარი გაგვიძებთ. გისმენ ვახტანგოვნა, არაფერი გენაცვალე, არაფერი. 1-2 ბოთლი ლიმონათი, 5-6 შოთი. ხო რავი, მინერალურიც გამააყოლე რამე. არა, სამწვადე ნონას მოაქვს, სამწვადე. რაო, ვისი ღვინო? ლონდას ღვინო შემასხი ტრაქში. ლონდას ღვინის დამლევი ვარ ქალომე? ჩემი დედამთილის ღვინო უნდა დაგალეინო. ისეთი მაგარი ერთხელი მეორეს არ გამოუჩეთ. თქვენ არ ნებდებით და ისევ ჯიუტად ცდილობთ რომ ძილი შეიბრუნოთ. მაგრამ იღება კარი და გაბრაზებული ხმით გეკითხებათ. ის კაბასანარი გუშინ რომ ეცვა? თქვენ რა თქმა უნდა პასუხობთ. სადაც მიაგდე, იქვე იქნება. ცოტა ხანში კარის გაჯახუნების ხმა გესმით და ფიქრობთ რომ ახლა მაინც გაქვთ საშუალება კარგად გამოიძინოთ. თითქოს და ხელს აღარაფერი გიშლით რომ ნამდვილად გამოიძინოთ, მაგრამ რამოდენიმე წუთში რეკავს ტელეფონი. ჭადებს გამოაცხობ? კი, პასუხობ თქვენ. ოღონდ როგორმე შეგეშვათ და ძილს მიუბრუნდეთ. ხაჭაპურს? ხოიცი გოგოებს როგორ უყვართ შენი გამომწვარი ხაჭაპური. თიშავთ ტელეფონს, მაგრამ რამდენიმე წუთში ისევ რეკავს. აბა ნახე ერთი აივანზე ხავხვი გვაქვს ისევ. თქვენ უკვე ხვდებით რომ ძილის შებრუნებას აზრი აღარ აქვს. იცვამთ ხალათს და გადიხართ აივანზე. გზად კი ამჩნევთ დაულაგებელ სახლს და ეკითხებით.
ამ აყრილ და დაულაგებელ სახში სად მოყავს სტუმრები? კარგი რა, ვინ უყურებს მაგას? ხო იცის უშინაურები იქნებიან, ეგ პრობლემა არ არის. თქვენ თიშავთ ტელეფონს და იწყებთ სახლის დალაგებას. გადაწმენთ მტვერს, მოგავთ იატაკს, შეყრით სარეცხს, მის ნასკებს, ტრუსიკებს, მაიკებს, დარეცხავთ ჭურჭელს და ამ დროს კარზე ზარია. თამილა თავისი ქმრით. არ მოსულა ის ჩემისა? კითხავთ თამილა და თან გადაკოცნ. მერე ქმარს გახედავს და უბრძანებს. ნოდარ, მიეხმარე. ეს ნიშნავს, რომ გარდა თქვენი ჯაფისა და შრომისა, ნოდარს ყავა უნდა მოუდუღოთ და მოისმინოთ მისი საუბარი თვისლსა და სიმამლზე და მათი დავა 8 კვადრატულ სარდაფზე. სტუმრები ნელ-ნელა იკრიბებიან, მაგრამ იმ მიზეზით, რომ გზაში გაცივდებოდა, არავის არაფერი მოუტანია. ამიტომ თქვენ გიწევთ ყველაფრის ტურბო რეჟიმში მზადება. თან მისაღებიდან გესმით ფრაზები. "ქალო, არ დავიწყოთ, როდემდე ვიდგეთ, კაცო. ჩამოასხი აბა ერთი ჭიქა, გავსინჯოთ, ეს ღვინო როგორია. ჟავე საიდან მოიტანე, მაღაზიისა თუ სახლისა? არ უნდა ახლა ამას ბევრი ლაპარაკი, შენ ოჯახში ვარ და შენ უნდა იყო თამადა." ის ქმრებიც კი, რომლებიც წეღან ვითომ თქვენს დახმარებას ცდილობდნენ, უკვე სუფრასთან სხედან და მორიდებით, მაგრამ ძალიან გემრიელად მიირთმევენ თქვენ გამზადებულ საჭმელს. თან გაქებენ კიდეც, ოქროს ხელი აქ ოქროსი. მიდი დაუძახე რა, მოვიდეს ცოდუა, დაჯდეს ცოტახან ჩვენთან ერთად. არა, ეხლა დაუნახავებით შნუ იქნებით. აუცილებლად მოგიხმობენ მაგიდასთან და ყველა სათითაოდ დაგლოცავთ ქვილიან ხელებიანს. რომელიმე ქმარი ადრე წაიყვანს თავის ცოლს სახში, რის შემდეგაც ატყდება სუფრასთან საუბარი. ეს ხო სუფთა ქმრისა მონარა. თქვენ შეგშურდებათ იმ ცოლის და იფიქრებთ, ნეტა მე ვინ მამცა მაგიბედი. თებშებს გამოცვლით, ნამცხვარს მიიტანთ, ყავასა და ჩაის ჩამოარიგებთ, გასაცხელებელს გააცხელებთ, იძულებით ცეკვებშიც მიიღებთ მონაწილეობას და ამასობაში სტუმრებიც ნელ-ნელა დაიწყებენ დაშლას. დაუსრულებელი ნახვამდის და ხვევნაკოცნის შემდეგ სტუმრები ნელ-ნელა წავლენ. და რომ გონიათ, რომ უკვე გეშველათ და უნდა დაისვენოთ, კიდევ ზარი კარზე. გამოაღებთ და თვრალი ნანა. არ მიშვებდნენ, მაგრამ რო არ მოსულიყავი, არაფრით არ იქნებოდა. თქვენ უკვე ხვდებით, რომ ეს უკვე ზღვარია და ამდენს ვეღარ გაუძლებთ. და ჩუმად მიდიხართ დასაძინებლად. მაგრამ ამ დროს ყველაფერი არ მთავრდება. რამოდენიმე ხანში თორალი ცოლი წიწმატისა და ღვინის სურნელით შემკობილი მოგიწევათ გვერდზე და ხელების ფათულს დაგიწყებთ. და თუ არ სეტყვით იმ მიზეზით, რომ თავი გტკივათ, რამ დაგღალა შეკარგ მოტყნულო. აბა როგორია? ახლაც უპასუხებთ საყვედურზე, რომ მათ ჩვენი არ ესმით? ასე რომ ძვირფასო ქალბატონები, ბოდიში და მადლობა ყველაფრისთვის და მე მინდა დაგლოცოთ სულით და გულით. ღმერთმა ჯამრთელები, სულ ასეთი ლამაზები და ბედნიერები გამყოფოთ მუდამ. ყოველი დღე თქვენია. და აი მეგობრებო, ასე ჩაიარა ჩვენმა დღევანდელმა დღემ და ამ ეპიზოდის სტუმარი და ლოდკასტის მასპინძელი გაახლავთ, ყველასათვის საყვარელი სკიპი მამუკა ნადირაძე ან მამუკა სკიპი ნადირაძე, რომელი გირჩევნია გინაც? ადრე ხარ. მე ჩემესა და ხოლმე მარტო იმას, მამუკას და მე ნელ-ნელა მოგემატა რეგალია. მოგემატა მე რეგალიები და ავმახ. დიახ, რა თქმა უნდა, მამუკა გაახლავთ მაღალი ცისფერ თვალება, ქალთა გულიც მყრობელი მამაკაცი და დღეს იგი გაგვიზიარებს საკუთარ აზრებს. ეს რანჩოზე როგორ მოგეწონა, ჩემ მოგიგი. გადასარევი რანჩოა, ყველაფერია, ერთ ლოკაციაზე არის ყველაფერი, რაც სჭირდება ადამიანს დასვენებისთვის. ყველანაირი პირობა შექმნილი, რომ ადამიანმა სრული კომფორტი მიიღოს და დაისვენოს. მართლა საოცრად არის მოწყობილი აქაურობა. თუ ისეთი რაღაცეები ხლა, ტიტანის ვეღარ ნახავ, ხო ჩაიძირა. კი ბატონო. ბოინგი 747 ჩამოვარდა, იმასაც ვერ ამახავთ, თავის ყველაფერი. მოდი რაც ანახავენ, რაც დარჩა ყველაფერი კარგი. ეს მაინც მახუნდა, უნდა მოხვიდეთ რანჩოზე და კი ბატონო. არიანში არის გორიდან სულ რაღაც 7 კილომეტრში სასაური სუფრა, სასაური ქართული კულინარიის მარგალიტები, ტრადიციული ამბები და ძალიან ბევრი და მე იცი რომ ლოკაციები როგორია, ამდენი კოტეჯები, ამდენი სიტყვა, თერმული აუზები, რა ვიცი. ყველაფერია, საერთოდ ყველაფერი. წარმოიდგინე ამ სუფრა ქალის გარეშე არსებობს? არ არსებობს, არა ვარ და მაიტაბა დასხეთი ქალების ეძღილზე მოგენაცო. ეს კაი ლექსავი კითხავ, ერთ კუპლეტი ელექსი ჩემის მაგათისა. ქალებს ეწონება. თქვენ აქციეთ ეს ცხოვრება, ედემა და ბაღება, მართლა ხინდა თქვენ გულისთვის ერთი ნეკლის გაღება.
შენ გულვენაცვალე. ქალბატონებს გაუმარჯოს. ღმერთმა როგორც არ უხდება კაც უკალოდ ყოფნა, ისე ქალს უკაცოდ ყოფნა. ამით იქნება ოჯახი, ქართული სიყვარული და ყველაფერი. ქალბატონებს გაუმარჯოს, მაგრამ გაუმარჯოთ. კაცი ქალითა, ქალი კაცითაო. დედას გეფიცები, აი დედის უსწრის ავარ ერთ რამეს რა. 3 თვე არ დამილევია. ტატამ დამხაჭრა და გავიკეთე შრატი. 5 უნდა გამეკეთებინე, გავიკეთე 4. ექიმმა მითხრა, მე-5 რო გაიკეთოვა რა. პრობლემა არ არის, იმიტომ რომ 4 უნდა გაიკეთო. სხვადასხვა ის კრუტი კატა დაიკარგა. პატიში. ეხლა თავი რა ისე, თავი 6 თვე უნდა დალიო. იმის შემდეგ გავიდა 3 კვირა. ეხლა მე უნდა ჩავაგდო ეგ ამბავი, რომ 3 კვირის შემდეგ დალება შეიძლება. თა როგორები. ნუ მოუწოდებ ხალხს საბიჯო ვიღაცა არ გაიძაგლო, შენ უგზნობელი ხარ და კნავილი არ ეს იტანს ხალხო და თქვენ არ დაუჯეროთ 6 თვეს გეტყვიან 6 თვე დაიცავით 3 თვეს გეტყვიან 3 თვე დაიცავით კი პირამ უნდა მოკლა ეს არის უკვდავი 79 წელში ეგეთი იყო ეხლა ეგეთი უბერებელი გაუმარჯოს ხალები გაუმარჯოს. ბიჭო იცი რომელი ლექსი შემხვდა ამას წინათ ყველა galaktioni ვერ იქნება რომ იყო ხოლმე მაესტროზე იცი და იქ ეგეთი მაგრად მიყვარდა რა და იმ დღეს შემხვდა ჰესიკვდილო თუ კაცი ხარ შემებრძოლე დაგამარცხე და სიკვდილო თუ ხალი ხარ ამ საღამოს რას გაკეთე არ ვიდა ეს ლექსი აბა ნახე ნატალი რა მოგილანა ნატალი როგორ ახლა შემოგილა ოქროს გოგო ნატალი არის ოქროს გოგო აქედა შემოგილა აი ესეთი კარგი ერუდირებული და კრასავისა რამაზე ბავშვები და მუშაობენ ყველა ერთმანეთზე უკეთესი გოგო შენ ბიჭები გოგოს უნდა ვიტრიალო როგორ ისი მე თამადა ვიქნები სკიპი იტრიალებს სოდაშოვის ჩემი სკოლა იყო კლარაცეტკინის ქუჩაზე ქუჩი იქნებოდა აბა მაგრამ სხვა რა ქუჩა იქნებოდა შენ ან კლარაცეტკინი იქნებოდა ან როზა ლუქსემბურგი და ეხლა გეტყვი და დაიხსოვე 1908 წელია 7 მარტია რა ხო და ეს ჩვენები გოგოები კლარა და როზა სვამე როცა სვამე გაი კლარასთან არის როზა ასული და სვამენ და რო დალიე რავი 3-3-4-4 ბოთლი რო დალიეს კლარა მუთხრა ჩადი კიდე ამაიტაო კვირა დღე არის რა ჩავიდა ესა როზა კიდე ამაიტანა კიდე 4-4 ბოთლი დალიე ჩადიო კლარა უკვე მაგარი მთრალია რა კლარა უკვე ეგ დღეშია პატრონ ვეღარ ეცნობს და ჩადიო და 4-4 კიდე ამაიტაო რა რა მქონია რა გვექნებაო ხო რა ჩადიო მესამე თა გზავნის კაცო კიდე ამაიტაო რა მქონია რა გვექნებაო და როზა მუთხრა მაიტა აღარ მინდაო რა მაიტა აღარ მინდაო დილაზე ადრევა რა სადგომი ორ შაბათია ხო იცი მუშაობო და გენაცვალო ჩემი თა მაიტაო დავისვენო აღარ მინდაო რაცა ხო იცი რა მურდარი სიმთვრალე ქონდა მაგარი აი ერთი რო იტყო და ვსიო შაჯდებოდა ჯორზე ცხონდება არაო რა პრობლემა არ არის ეხლავე დავრეკამო შენ უბრალოდ და ხვალე დაგასვენებ როზა მუთხრა რომ მე კი დამასვენებ მაგრამ გოგოებთან არის სირცხვილი მე რო დავისვენო იმათ უნდა ჩემი საქმე აკეთონო და არ გვინდაო მაიტა აღარ გვინდაო შენ ჩადი ამაიტაო და მითხარი გოგოების სახელებს უყველა დავასვენებ ხვალეო ჯო კი დაასვენებ ამან მუთხრა მე კაცები ჯუჯგუნ რა გაუძლებსო ჩვენი საქმე კაცებმა უნდა აკეთონო გაიგე ეშენა როზა მუთხრა კლარა მუთხრა შენ შეეცი ჩემ ყველა კაიო თვალინდელი დღე თუ ვაფშე ყველა არ დაგასვენო თუ რა ჩადი და ამაიტაო და ჩავიდა კიდე 4-4 ბოთლა ამაიტან ამან გადარეკა და რო ამარცო ვინც იმუშაოსო აი ეგრე იყოსო და მაბიჯო დაისვენე კვირა მეორე დღეს ორშაბათი დასვენების დღედ გამოცხადა ამარტია ისევ დილიდან არაყი ხაში გამოიდნენ პახმე ისე 3 მარტი ხო იცი დიდი დღე ხო რანაირად მიიღეს იცი აბა რანაირად ეს მიიღეს წინა პარლამენტში 90-იან წლებში პარლამენტი იყო პირველი საქართველოს ხო ერთმანეთს იმდენი გაგინეს პარლამენტში დიდა რომ 3 მარტი დიდი დღე გამოაცხადეს აჰა კარგი სოფილა ეხლა როზა და ლუქსემბურგი და ისე კლარაცეტკინი ცოცხალი ყოფილიყო ჩვენ გვერდზე ხო იცი მაშ დიდებული ქალბატონები ორივე თან კლარა სვამდა უმოწყალოც მაიცო და ვერ გააჩერა ქალბატონ როზას კლარასა იმათ იქ მოხსენებისა და გახსენებისა იყო და რაგათავი გამონებო უკეთესი ადამიანები ყვანან აქ კი ბატონო ჩვენ ქალბატონებს გაუმარჯოს გოგოები გაგიმარჯოს ქალბატონები ვიყავართ გაუმარჯოს ყველას დიდებული ღვინო ესე ღვინო საუკეთესოა მეგობრებო რანჩო ვარიანში საოცარი უგემრიელესი და უმაგრესი ღვინო ეხლა ეგეთი რაღაცები ხდება რომ ეს თბილისის მარშრუტკები ასე ვთქვათ ჯერ ხო სოფლებში დადიან რა ხალხი ადის და მერე მოდიან თბილისში ხო და ეხლა მე ვენახე ლეხი ხალხი ვინც არის მანქანა ვისაც არ ახავს ცდილობენ რომ თავიანთ ვენახამდე გაყვნენ რა გზის პირას ტრასის პირას ვისაც აქვს ვენახები გაყვნენ მარშრუტკას რა ხო და ამ ძღოლებს კიდე სუეზარებად ხოლმე რომ გაუჩერე ამოვიდა მერე გაუჩერე ჩავიდა ფულს ვერ გამოართმევ 6-7 კილომეტრი უნდა გაატაროს ერთხელაც ერთი კაცი ადის თოხით მარშრუტკაში ძღოლმა უთხრა რომ ჩადი უკანო რათაო მარშრუტკაშიო
თოხ ვერ შემოგატანინება, არ შეიძლება. ამან შეხედა, შეგარმოდმულო. გოგებაშვილმა დედაენას შეიტანა და რა მარშრუტკა ყავა ერთი ეგეთი რომ თოხ ვერ შემამატანინებ მარშრუტკაში. შეყარებული მე ჩემი მეუღლე გახდა ის გოგო იყო გვარად ვებხვაძე. ხო. ბურჯომიდან იყო რა და ვებხვაძე. ჩემი სიდედრი იყო დევიძე. იმისი დედა იყო ლომიძე. მე შევედი ნადირაძე. სახში რომ დავდერავდი ხოლმე როგორ შევდიოდი უერთეზე იწყებოდა ხოლმე მაშინ მირი ჟივოტნი ხუსულად და ქართულად არის ცხოველთა სამყარო ეს მუსიკა როწყებოდა ტარარარარარარა ტელევიზორი აცხადებს ამის ამაღამ თოვლი ჩაკეტავს რიგოს მე მაინც მოვალ ძირფასო შენთან როგორი თოვლიც არ უნდა იყოს შენ გენაცვალ აი ასე რომანტიულ და ამაღლებულ განწყობაზე გემშვიდობებით ჩვენო ერთგულო მაყურებელო და რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა რანჩო ვარიანს ბატონ სკიპი ნადირაძეს მამუკას და ყველა იმ ადამიანს ვინც დაგვეხმარა ამ ეპიზოდის მომზადებაში. იდგა 1640-იანი წლები გვიან ფეოდალური ხანა. საფრანგეთი 30 წლიანი ომითაა მოცული. სადაც რუხი კარდინალის სახელით ცნობილი რიშელიე ჰაბსბურგებს ეომებოდა. დაუსრულებელი ომებით გაღატაკებული საფრანგეთის ერთ პატარა სოფელში ცხოვრობდა პატიოსანი ფერმერი ფრანსუა პეტი მეუღლესთან, მადლენ ლემანთან ერთად. ერთ საღამოს, როდესაც ოჯახი ეზოში ვახშმობდა, კარდინალი სამალა მათ სოფელს მიადგა და ფრანსუა სხვა თანასოფლელებთან ერთად ომში წაიყვანა. იმ დროში კაცები იშვიათად ბრუნდებოდნენ შინ, მაგრამ მეუღლემ დაბრუნების პირობა მისცა მადლენს და გზიდან გამოსახა. სუფრა არაალაგო, მალე დავბრუნდები. პირობა ზედმიწევნით შეასრულა ერთგულმა ცოლმა. გადიოდა დღეები, კვირეები, თვეები, ფრანსუას ჭიხაში ჩარჩენილ ღვინოს მცხუნვარემზე წვავდა და მადლენის გულს კი წარემოლოდი. გაზაფხულის ერთ თბილ დილას იმ აულაგებელ მაგიდასთან ჩაძინებული ცოლი ერთი ფეხისა და ერთი კასტილის ხმამ გააღვიძა. თვალები გაახირა და მის წინ ომებისგან მოთანგული ხეიბარი ფრანსუა იდგა. აი დავბრუნდი, ჩემო ერთგულო მადლენ. საკუთარი ჭიქა აიღო, მათი სიყვარული დალოცა და მიუხედავად იმისა, რომ ღვინო ამდენი მოლოდინისაგან აორთქლდა და ბლანტ მასად გადაქცეულიყო, ბოლომდე შესვა. მეგონა მადლენს ფრანსუა დაიჯღანებოდა, მაგრამ ეს რა კარგი რამე დამდგარაო. ახტაცებით წარმოთქვა სოფელ კონიაკის მკვიდრმა, რომლის ოჯახიც ამ ღვთიური არომატის მქონე სასმელის წყალობით ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული ოჯახად იქცა მსოფლიოში. ამ ჭიქით იმ ქალბატონებს გაუმარჯოს, რომლებსაც ჩვენი სიტყვების ჯერათ და მუდამ ჩვენს ერთგულებად რჩებით.